ქართული თეატრის ზეიმი გორში ასე აფასებენ თეატრალური ფესტივალის დასრულების საღამოს მსახიობები და მაყურებლები. ორკვირიანი კომედიის ფესტივალი 18 ივლისს საზეიმო ვითარებაში დაიხურა. 14 ნომინაციაში სხვადასხვა თეატრალური დასები და მსახიობები დაჯილდოვდნენ. რაც დღეს მოხდა გორში და რაც ორი კვირის მანძილზე ხდებოდა, ეს არის ზეიმი. ეს არის თეატრალური ზეიმი და გორში შედგა ქართული თეატრის ზეიმი, სრულიად ქართული თეატრის ზეიმი. ულოცავ ქალაქს ამ შესანიშნავი ღონისძიების ფესტივალის დაფუძნებას, ჩატარებას ძალიან სასიხარულო არის, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მხარში უდგას და აღგვითქვამს, რომ ფესტივალი იქნება ტრადიციული და ყოველწლიური და ულოცავ ყველა გამარჯვებულს. ამ ბოლო დროს გორი ყველაში რაღაცა ძალიან მტკივნეულ ასოციაციას აღძრავს. თუმცა ალბათ მათი მცხოვრებლებისთვის ესეთი ფესტივალების მოწყობა მე მგონია რომ აუცილებელიც არის და დიდი ზეიმიც არის. ამიტომ ძალიან გამიხარდა დღეს რომ გავიგე რომ ეს გახდება ყოველწლიური და მივესალმები ყველა იმ ადამიანს ვინც ამ წამოწყებაში მიიღო მონაწილეობა პირველ რიგში. სოსონ ემსაძეს ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ყველაზე მეტად გამიხარდა რომ აიღო არაჩვეულებრივმა თეატრმა გრან-პრი და ულოცავ ამ თეატრს, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ყველანაირად ჩვენი გვერდში დგომაც და გამხნევებაც და კიდევ ვფიქრობ რომ ყოველ წელს ჩამოვალთ და შევეცდებით მოვხიბლოთ გორელი მაყურებელი. გრან-პრის მფლობელი მესხეთის დრამატული თეატრის დასი გახდა. საოცრად ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, როგორც მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კი მესმოდა რომ ძალიან მოეწონათ გორელებს სპექტაკლი, აღფრთოვანებულები იყვნენ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი გრან-პრის. ძალიან დიდი მადლობა აი ყველას იმ მაყურებელს, რომელიც საათნახების განმავლობაში გულიანად ვახარხარეთ, არ დავიშურეთ ჩვენი ნიჭი, ენერგია, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა კომედიის თეატრის ფესტივალის დაარსებაში. კომედიის ფესტივალი გორში წელს პირველად ჩატარდა. გორელები იმედოვნებენ, რომ იგი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.